ბატონ ვასილ მაღლაფერძეს არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერ მხარს, იმიტომ რომ პირველ რიგში ის აწარმოებს ამ არხზე, საზოგადოებრივ არხზე, რუსულ პროპაგანდას პერმანენტულ რეჟიმში, სხვადასხვა პოდკასტებით, გადაცემებში ჩართვით, ერთი ინტერესთა კონფლიქტია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რომ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ერთვება პროდაქშენში, წარმოების პროცესში იმის მაგივრად, რომ აკონტროლოს და მეთვალყურეობა გაუწიოს ტელევიზიას, ტელევიზიის მუშაობას და მენეჯმენტს, ეს ერთი. მეორე, სრულიად უკანონოდ, ქალბატონო ელენე, მან თქვენ დაგაკისრათ ისეთი ფუნქცია, რაც თქვენ რის გამოც თქვენ აღმოჩნდით თქვენ ინტერესთა კონფლიქტის სიტუაციაში. იმიტომ რომ პრეტენზიები, რომლებიც აქ მომუშავე ხალხმა დააფიქსირა არხის ხელმძღვანელობის მიმართ, იყო საბჯერეთი სავსებით სამართლიანი და იყო გამოხმაურება იმაზე, რაც განაცხადა კობახიძემ 28 ნოემბერს, იყო ბუნებრივი რეაქცია ხალხის და მეორესეთი ხალხი ითხოვდა აქ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ეპასუხა ხალხის მოთხოვნებისთვის, იმ ფუნქციისთვის, რომელიც მას უდევს კანონში და რომელიც არის საფუძველი მისი საქმიანობის და თქვენ რაღაცად მოხდა ისე, რომ აღმოჩნდა, რომ ვის მიმართაც ქონდა პრეტენზიები ხალხს, აქ დასაქმებულ უნიჭიერეს პროფესიონალებს, თქვენ, ესე იგი, მენეჯმენტმა დაგავალათ, რომლის მიმართაც იყო პრეტენზიები, თქვენც ხართ მენეჯმენტის ნაწილი, თავის თავს დაავალა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მენეჯმენტმა აქ პრობლემების გამოძიება. და კიდევ მე მაგ გამოკრეფილი ტყუილები, რომლებიც თქვენმა ეგრეთ წოდებულმა მოკოლევამ, რომელსაც საკმაოდ რომ მივეცი ჩვენ, გადავადება, ჩვენ საერთოდ არც მიგვიცია მაგისთვის ხმა და ეს თქვენი მოკოლევა იყო აბსოლუტურად უკანონო და თქვენ ხალხი დაჩაგრეთ ტყუილებით, რომლებიც წარმოადგენთ როგორც სიმართლე. თუ გინდა ჩავყვეთ მაგ ამბებს და ეს ყველაფერი საიდან მომდინარეობს, იცი, აი ვასილ მაღლაფერიძისგან. აი ეს ტყუილების კასკადი, რომლის გამო ხალხი ანერვიულეთ, დასტრესეთ, ბულინგი მოუწყეთ, შეაშინეთ პროკურატურით, სამარცხვინოდ მოეკეცით ადამიანებს, თქვენსავე თანამშრომლებს, ჩვენს თანამშრომლებს, არხის პროფესიონალებს, ძალიან მაგარ ქალებს და კაცებს, თქვენ საშინლად მოეკეცით, თქვენ არ ვიცი მე საერთოდ აწარმოებთ რუსულ პროპაგანდას, ემსახურებით რუსულ რეჟიმს და თქვენ საერთოდ არ უნდა იყოთ ამ თანამდებობაზე. ძალიან დიდი რაოდენობის ხალხის მოსაზრება ასეთია და პოზიცია, რომ თქვენ არ ხართ ღირსი, იკავებდეთ იმ თანამდებობას, რომელზეც ბრძანდებით დღეს. და ალბათ მოვა ის დრო, როდესაც თქვენ აღარ იქნებით ამ თანამდებობაზე. ბოდიში ქალბატონო ლიკა, ტყუილი არ არის, იმიტომ რომ ანგარიში ეს წინადადება, რომელიც გამოტანილია ანგარიში წერია, ანუ ტყუილი რაში მდგომარეობს ეს წინადადება ანგარიში არ არის, რაც გამოტანილია კვარტლის გაგრძელება მთლიანი აბზაცის. ჩვენ რაც მივიჩნიეთ საჭიროდ ის წარმოვაჩინეთ კვარტალურ ანგარიში. თქვენ რაც გაწყობდათ ის გამოიტანეთ. თქვენ ის ნებართვით. თქვენ გაწყობდა და დანარჩენი არ გაწყობდა. თქვენ ის ნებართვით განმარტებას გავაკეთებ და დავაწყობთ. ის რაც ჩვენ მივიჩნიეთ საჭიროდ წამოგვეღო კვარტალურ ანგარიში აგვეღნიშნა კვარტალურ ანგარიში აღვნიშნეთ, თუმცა სრული დოკუმენტი ხელმისაწვდომია, იმაზე რაზეც ბატონი ლაშა საუბრობს, ამაზე არაერთი განმარტება გაკეთდა საჯაროდ, ინფორმაციაც იდო საჯაროდ ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია, ამიტომ ამ ეტაპზე რაც მივიჩნიეთ საჭიროდ და მნიშვნელოვნად ის არის გამოტანილი ანგარიში. ელენე, აქვე ხარ და არ დაждეთ რა კითხვას დაგისვათ თქვენს კვლევასა. კვლევა გამოძიება, როგორ დავარქოთ? გამოძიება თუ კვლევა თუ მოკვლევა? როგორ რა ვუწოდოთ თქვენ სამუშაოს? მოკვლევა, კვლევა თუ გამოძიება? მოგეთ ერთ სიტყვით, ქალბატონო ელენე, იქნებ მიპასუხოთ სადიჯ და სალომე ზურაბიშვილი, როდესაც მიმდინარეობდა ყველასათვის კარგად ცნობილი მატჩი, რომლის გამო კახა მელიქიძე ბოდიში ამ საკითხებზე შემდეგ კვალტალურ ანგარიშზე იხილა საბჭო. ელენე თხოვთ ახლა ერთწუთი იჯდა ჩვეულებრივ ტრიბუნაზე თუ ხალხთან ერთად თუ იჯდა სამთავრობო ტრიბუნაზე სადიჯ. ელენე არაფერს არ უპასუხებთ ახლა დღეს ეს რიგით ვივდივართ ახლა ჩვენ. ეს არის ცნობად, ეს არის მივიღეთ, მოკეთ შემდეგ ბოლოს არის დღის წესრიგში და სხვა საკითხები. აი აქ უნდა განვიხილოთ
ეს საკითხები, ტყუილები. ჯერთი ცოტა ტონი შეარჩიეთ ესეთი. ტონი მაგ ძალიან ეს კარგი. არის უკაცრავად. მივიღეთ ცნობად ეს არის მეტი დღესასწაულში ჩვენ საკითხი რა სხვება დასრულებულია და არავით არ არის და სხვა საკითხები წერია დღის წესრიგში. სხვა საკითხები ხო არის? ისე წერია, ანუ ესე იგი არ მოგიდა ტყუილების შესახებ რეალური ინფორმაციის მოწმენა, ხო? რომ ხალხმა გაიგოს როგორ დააყარეთ ტყუილების კორიანტელი დააყენეთ თქვენი ეგრეთ წოდებული კომისიის მეშვეობით, არა? ხალხს წილი დასწამეთ, ტყუილები დააბრალეთ, რეპუტაცია შეულახეთ, მერე დაავალეთ ვიღაცებს შავბნელი ფიარი აუგორო, ლაშატურს და ზაზა აბაშიძეს. აი ამ